ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ებრაელი ბიზნესმენის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულების ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გილაურის, ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის და იუსტიციის მინისტრის მოადგილის დაკითხვა მოითხოვეს. მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობების გარდა ადვოკატების საქმესთან დაკავშირებით სხვა შუამდგომლობებსაც დააყენებენ. კვილაშვილის თქმით, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული პროცესის შემდგომი მსვლელობა, თუმცა ადვოკატის განმარტებით მათი შუამდგომლობა არ შეეხება ფუქსისა და ფრენკელის აღკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლას. მისი თქმით, აღნიშნული შუამდგომლობა უკვე დააყენეს, თუმცა არ დააკმაყოფილეს. ბიზნესმენები პატიმრობაში რჩებიან, ისინი დანაშაულს არ აღიარებენ და სასამართლოს დასრულებას ელოდებიან. ებრაელი ბიზნესმენების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 იანვარს დაიწყო, თუმცა იგი 1 კვირით გადაიდო. ბრალდებულის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთობლივი ოპერაციის შედეგად ისრაელის 2 მოქალაქე რონი ფუქსი და ზეევ ფერენკიელი ბათუმში 2010 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ებრაელმა ბიზნესმენებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ავთანდილ ხარაიძეს ქთამის სახით $7 მილიონი შესთავაზეს. სანაცვლოდ კი ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებას არ გაესაჩივრებია ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებდა ფუქსისა და ფრენკიელის სასარგებლოდ $98 მილიონი გადახდას.